ამ ვიდეოში გაჩვენებ ლინზის ფილტრს, რომელიც განკუთვნილია მაკროფოტოგრაფიისთვის. კონკრეტულად ეს ფილტრი არის კამერებისთვის, რომელსაც ლინზები უყენდებათ. 67 მმ-იანია, თამრუნის ლინზაზე უნდა დავაყენო. თუ მაგალითად მაკრო ლინზა არ გაქვთ, შეგიძლიათ გასართობად ყოველ შემთხვევაში ეს ფილტრი გამოწეროთ. ტემუდან გამოვიწერე, სულ რაღაც 15 ლარი ღირდა. ხარისხს რაც შეეხება, რავი, ნორმალურია, რაც გავტესტე. აი ესე გამოიყურება ლინზის ფილტრი. არის 67 მმ-იანი, close-up ლინზა ქვია, ლინკით შემიძლია გამოგიგზავნოთ სრული შემთხვევაში. სასურველ ლინზასაც მოარგებთ, ანუ გულისხმობ თუ მაღალ მილიმეტრიანი ლინზა გაქვთ, 82-იანი, 67-იანი ან სხვა ლინზა. 16-35-ისთვის მინდა რომ ახლა გამოვიწერო და გამოვიყენებ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მაკრო ლინზის ბიუჯეტი ჯერჯერობით არ მაქვს. ეხლა გავუკეთებ ამას და გაჩვენებთ რამოდენიმე კადრს. თუმცა ეხლა შემიძლია, მოდი სანამ ლინზას გავუკეთებ, ნახეთ როგორი შედეგი აქვს. ახალს რომ მიხვალთ, შედეგს ეგრევე დაინახავთ. პატარა მწერებზე ან პატარა დეტალებზე, ვისაც გიყვართ დაკვირვება, ანუ ახლო კადრების გადაღება და არ გაქვთ მაკრო ლინზა, რომელიც შედარებით ძვირი ღირს, ეს ძალიან კარგი არჩევანია. ვიდეოს ბოლოში კი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რა შეუძლია ამ პატარა ფილტრს, რომელიც სულ რაღაც 15 ლარი ღირდა ტემუზე. საიცა, აი. ძალიან კაია. ანუ ხა ვხედავ მონიტორზე რამდენად აკეთებს ფოკუსს, მაგრამ იდეალურია. სხვა რაი, მაგალითად ტელეფონის დინამიკი ვნახოთ. ნახეთ. ან ჩაურებული მაკრო ლინზა, კიდე რა შეგვიძლია რომ გაჩვენოთ. აი Godox-ის ფლეში მაგალითად დეტალებისთვის. ნახეთ. ზუმით რო გამოვიყენო იდეაში, ვა. ანუ 10-დან 10 ამ ფილტრს ჩემგან მოხსნათ ძალიან მარტივია. სულ ეგ იყო. მადლობა ყურადღებისთვის.